ესე იგი, ერთი ხალხური ანდაზა, რომელსაც მენეჯმენტის ტრეინინგზე სულ ვაჟღერებთ, არის არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. ესე იგი, ჯერ ვეკითხებით ხალხს, ეს ანდაზა გაუგიათ ძირითადად ქართველებს, რას ნიშნავს? და რას ნიშნავს, რომ რაც არ არის შენი ბუნება, ასე ვთქვათ, იმას ვერ გააკეთებ. ეხლა მწყერზე და ხეზე რატო არის ლაპარაკი, რომ მწყერი არის ცოტა მსუქანი, ესე იგი ცოტა ბატს გავს, ესე იგი, და ფიზიოლოგია ისეთი აქვს, რომ ტოტზე ის წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს, ხო? ეხლა ჩვენ რატო გვაინტერესებს მენეჯმენტში? ესეთი ის გადაგვაქვს. გადავდივართ ესეთ შეკითხვაზე, რომ ვაკანსია არის გამორცხადებული მერცხლის თანამდებობაზე. და მოვიდნენ მწყერი და გამხდარი მწყერი. და ამოცანა გვეკითხება, ვინ ავიყვანოთ? ანუ მერცხალი არ მოვიდა. ამიტომ თუ იმიტომ მერცხალი არ არის. ერთი არის გამხდარი მწყერი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ ძალიან ხშირად, გამხდარ მწყერს ავიყვან და ვიტყვით, რომ წაი მერცხლებს. ახლა იმათთან შედარებით მერცხალია აბა რა არის. და მერე იწყება წვალება, იმიტომ რომ შევსვამთ ტოტზე, ვერ ჯდება ამ ტოტზე, ცოტა დიდი ხანი ჭირდება ონბორდინგი და ტრეინინგი, იმიტომ რომ ვერ ჯდება. ერთ დღესაც შეჯდება ტოტზე და გაგვიხარდება, რომ მე მგონი მივახციეთ შედეგს, დილას მოვართ, ჩამოვარდნილია, ვერ შეჯდა, ესე იგი რა ვერ შეიკავა თავი ტოტზე და მერე ვიღაცა ჭკვიანი მენეჯერი მოიფიქრებს, რომ მივასკოჩოთ მწყერი ტოტზე და ესე ფეხებით მიასკოჩავენ ტოტზე. დილას რომ მოვალთ, ესე ჩამოკიდებული ხდება ფეხებით ტოტზე. მერე ამ ფრთით უნდა აქეთ ტოტზე მივასკოჩოთ, იმ ფრთით იქეთ ტოტზე, ესე გავკოჭოთ. და მერე რო გავა 1-6 თვე, მოდიხარ სამსახურში 2 ჩანთას კოჭით შენ როგორც მენეჯერი და ხვდები რომ რაღაცა სწორი არ არის რა. ანუ ეხა ეს რისთვის არის ეს ჩვენი გამოგონილი იგავი, ასე ვთქვათ რა, ვითომ იგავი, რომ მენეჯმენტი არის მეცნიერება, რომელიც ვისაც რა უნდა რომ გააკეთოს და შეუძლია რომ გააკეთოს, მაგას შეაძლებინებს. ანუ მენეჯმენტი არის მეცნიერება, რომელიც დამწყებ მერცხლებს გამოცდილ მერცხლებად გახდის და ტოტზე მაგრამ ყარად შემოჯდებიან. ოღონდ შესასვლელში მერცხალი უნდა ყავდეს და არც გამხდარი მწყერი არ უნდა იყოს და ესა, ხო? და მეორე, რაც არ უნდა თავისი ნების წინააღმდეგ ადამიანს ვერც გააკეთებინებ და არც არის სწორი, რომ სცადო რამის გაკეთება და სადღაც მაინც პრობლემა შეიქმნება, ხო? ამიტომ ხანდახან მენეჯმენტის ტრეინინგზე ადამიანი მოდის ესეთი შეკვეთით, რომ აი ზოგს არ უნდა და ზოგს არ შეუძლია და როგორ მითხარით რა ვქნა. და ვერაფერსაც ვერ იზამ. ჩვენ ვამბობთ, რომ მენეჯმენტი იწყება სწორი გუნდის შეკრებით. მაგის საშუალება არ მაქვს სწორ გუნდს ამ სამსახურში ვერ შევკრიბავ. მაშინ რატომ მოკიდე ხელი მენეჯერობას მაგ სამსახურში, ხო? წარმოიდგინე რეალობა, როდესაც გეუბნებიან, რომ აი მხატვრად გჭირდები, ოღონდ ჩვენ სამსახურში ახლა ფუნჯი და ქაღალდი და ის არ მოითხოვო. და რა ვიცი, აბა რა მოითხოვო, ხო? ანუ მენეჯერის ფუნჯი და ქაღალდი და ის არის კარგი ხალხი, ანუ სწორი ხალხი. და ჩვენ თუ ან მატერიალური მიზეზით, ან სხვა რაიმე მიზეზით სწორი ხალხი არ შეგვიძლია, ნეპოტიზმის პრობლემაც ხო ეგ არის, რომ გეუბნებიან, რომ იცი რა, სწორი ტიპების მაგივრად აგერ ჩვენი ბიძაშვილები და დედაშვილები და მეგობრები აიყვანენ და 1000-ში ერთხელ შეიძლება დაემთხვეს და ძალიან კაი ტიპი იყოს, მაგრამ ეგ შეზღუდვა უკვე პრობლემას ქმნის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ მენეჯმენტში არ ისწავლება, ვისაც რა არ აქვს ბუნებაში ის როგორ გავაკეთებინოთ, ანუ ვისაც რა არ უნდა. მოკლედ არ შეუულია, თუ არ უნდა მნიშვნელობა არ აქვს, ვერ გაკეთდება ეს საქმე. სკოჩს დავხარჯავთ ბევრს, ეს სკოჩი იქნება პროცედურები, სტანდარტები, ბონუსები, საყვედურები, მადლობები, რა მილიონი რაღაცა მოგვიწევს და მე მენეჯერი ისეთი გადაღლილია, რომ რაღაც მომენტში აღარ უნდა მენეჯერობა რა, იმიტომ რომ აი ცუდი ხალხი არ არსებობს, შეუფერებელი ხალხის მენეჯმენტზე ტანჯვა საერთოდ არაფერი არ არის მე მგონი და ამიტომ მენეჯმენტის ტრეინინგის ჩვენ ტრეინინგის მენეჯერის კოუჩის მონაწილეებს ჩვენ ვეუბნებით, რომ ჰაერინგში, აყვანაში და ფაერინგში, გაშვებაში თუ ვერ იქნები შენ ყოჩაღი, არაფერი არ გამოგივა მენეჯმენტში, იმიტომ რომ გეყოლება ეს მისკოჩილი მწყერები, მერე მისკოჩილი მწყერის გვერდზე მერცხალს აღარ უნდა, ნამდვილ მერცხალს, იმიტომ რომ ხედავს, რომ იქ მისი ადგილი არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ სწორი ხალხის პოვნით იწყება საქმე,
და ჩვენ დროში ისე გაძნელდა ეს სწორი ხალხის პოვნა, რომ ბიზნესს საერთოდ არ იწყებენ, აი სტარტაპ პროგრამები რომ ნახოთ, იდეას კი არ უფასებენ ავტორს, ეუბნებიან რომ ხალხს იშოვე, აბა სად იშოვე მაგ ხალხს? აი ასეთ მერცხალს არ წივს, იმას სად შოულობ? ვერ გასცემ პასუხს, და კარგად იყავი, ესე იგი ვერ იშოვე, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენციაა შრომის ბაზარზე, ძალიან ბევრი ალტერნატივა აქვს, ესე იგი ყველა კარგ თანამშრომელს და ცუდი თანამშრომლებით კიდე ეგეთ მაგდენი მენეჯმენტი არ არსებობს, რომ არასწორ ადამიანს და შეუფერებელ ადამიანს საქმე გააკეთებს.